დღეს 2025 წლის 10 ივლისია. გამოიწერე არხი და დავიწყოთ ახალი ამბების მოყოლა. ილია თოფურია, რომელმაც ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლაში მოიპოვა UFC-ს ვაკანტური ჩემპიონის ქამარი მსუბუქ წონაში, დაუჯერებელი სისწრაფით იძენს პოპულარულობას და უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მებრძოლი მსოფლიოს უძლიერესი ლიგის მთავარი ვარსკვლავია. ამისი დასტურია მისი კოლექციური ბარათის ბოლო აუქციონი, სადაც ბარათი $101,000 გაიყიდა, რაც გახდა ყველაზე ძვირადღირებული ბარათი UFC-ს და ზოგადად შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში. აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა ხაბიბ ნურმაგომედოვს, რომლის ბარათი 2022 წლის მაისში $79,200 გაიყიდა. ილია თოფურიამ სუპერვარსკვლავის სტატუსი განიმტკიცა 3 გამარჯვებით, რომლის მოსაპოვებლად მას წელიწადზე ოდნავ მეტი დასჭირდა. გასული წლის თებერვალში მან ნოკაუტით დაამარცხა ალექსანდრ ვოლკანოვსკი და წაართვა ავსტრალიელს UFC-ს ჩემპიონობა ქვემსუბუქ წონაში. ოქტომბერში კი წარმატებით დაიცვა ტიტული, როცა დაანოკაუტა მაქს ბლესთ ჰოლოვეი. ელ მატადორის მესამე მსხვერპლი გახდა ჩარლზ ოლივეირა, რომელმაც მან გასული თვის ბოლოს ნოკაუტით დაამარცხა და გახდა UFC-ს ახალი ჩემპიონი მსუბუქ წონაში. თოფურიას თქმით, მისი მიზანია გადავიდეს ქვესაშუალო წონაში და გახდეს პირველი მებრძოლი ისტორიაში, რომელმაც UFC-ს ტიტულები 3 წონით კატეგორიაში მოიპოვა. ჩარლზ დუ ბრონქს ოლივეირა ამბობს, რომ მაქს ჰოლოვეისთან სურს ბრძოლა. მე ნამდვილად მოვითხოვე ეს ბრძოლა, რატომაც არა, ეს შესანიშნავი ბრძოლა იქნება. მანაც უკვე განაცხადა, რომ იბრძოლებდა ჩემთან. ოლივეირა ამბობს, რომ ილია თოფურია ყველაზე მძიმე დარტყმის მქონე მებრძოლია, ვისაც კი ოდესმე შეხვედრია. ილიამ ნამდვილად ყველაზე ძლიერად დამარტყა, მათ შორის ვისთანაც ოდესმე მიბრძოლია. სწორედ მან მომაყენა ყველაზე მძიმე დარტყმა. ამას არ უარყოფ. ძლიერი დარტყმა მიმიღია ისეთი ბიჭებისგან, როგორებიც არიან ჯასტინ გეიჯი, დასტინ პორიე და მაიკლ ჩენდლერი, მაგრამ ისინი მხოლოდ ნოკდაუნით მთავრდებოდა. მე არასოდეს ვყოფილ ვარ ნოკაუტში. დარტყმის გამო ნოკდაუნში დავცემულ ვარ, მაგრამ ამჯერად ნოკაუტში აღმოჩნდი. ეს ჩემთვის ახალი რამ იყო, საერთოდ ვერ მივხვდი რა მოხდა. ისლამ მახაჩევის რეაქცია იმ ამბავზე, რომ რონალდო უფრო მეც გამოიმუშავებს, ვიდრე ყველა UFC-ს მებრძოლი ერთად. მახაჩევმა ინსტაგრამზე დაპოსტა, სადაც მისი და კრიშტიანოს ფოტოები იყო შედარებული და ასე მიაწერა: ხომ ვეუბნებოდი ჩემს მშობლებს, რომ ფეხბურთზე მინდოდა სიარული. მაქს ჰოლოვეი არ გამორიცხავს რევანშს ილია თოფურიასთან. ბრძოლა ილიასთან მსუბუქ წონაში? ნახოთ. როცა ჩანიშნეს თოფურიასა და ოლივეირას ბრძოლა ჩემპიონობისთვის, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი დედამიწაზე. ორივესთან მაქვს ისტორია. ვიცი, რომ თოფურიას უყვარს რეპლიკა BMF ქამრით გამოსვლა, მაგრამ თუ მას ნამდვილი ქამარი სჭირდება, ზუსტად იცის სადაც მიპოვოს, ამბობს მაქს ჰოლოვეი. საავადმყოფოში გასტაბილურების შემდეგ ბენ ასკრენმა პირველად მიმართა გულშემატკივრებს. სულ ახლახანს ჩემი ცოლის დღიურს ვკითხულობდი, იმიტომ რომ საერთოდ არაფერი მახსოვს 28 მაისიდან 2 ივლისამდე. წარმოდგენაც კი არ მაქვს რა ხდებოდა. თითქოს ამ ყველაფერს თავიდან გავდივარ. ჩემი ცოლის დღიურს ვკითხულობ და უბრალოდ ფილმს გავს. ეს ხომ სიგიჟეა. 4-ჯერ მოვკვდი. ყველაფერი 20 წამით ჩერდებოდა. ბენ ასკრენის თქმით, ვიდეოს ჩაწერამდე სასწორზე დადგა და დაინახა, რომ დაახლოებით 66 კილოგრამი იყო. 45 დღეში 22 კილოზე მეტი დავიკელი. ხალხო, ეს ნამდვილი ბრძოლა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი უმეტესობა არც კი მახსოვს, თქვა ბენმა. ილია თოფურიამ გაამხილა, რომ დედამის სურს, რომ კარიერა დაასრულოს, რადგან მისთვის მისი ბრძოლების ყურება იგივეა, რაც დანაშაულის პირდაპირ ეთერში ნახვა. შენ არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა, ჩვენ კი ერთმანეთს ხვალ შევხვდებით.